Cloud AI-ს მეშვეობით ერთ-ერთმა პიროვნებამ შეძლო რომ გადაეხა სამთავრობო საიტები და სერვერები და წამოიღო მზა ინფორმაცია. დიახ, არ მოგისმენთ, ეს კინო არ არის, ეს რეალობა, ეს მოხდა მექსიკაში. თავი არის ამ ისტორიაში ის, რომ ამ ადამიანს არ დაუწერია არავითარი კოდი, არ გამოყენებია რომელიმე hacking tool-ი, მაგრამ შევიდა cloud-ში და ბრძანება მიცა პრომპტის სახით, რომ გაიტახა ეს სამთავრობო საიტები და სერვერები, რაზეც ანთროპიკის პოლიტიკის და წესების შესაბამისად მიიღო უარი, ისევ გაიმერო კითხვა და პასუხი შესაბამისად იგივე იყო. აქ შემდეგ მოხდა ძალიან საინტერესო რამ, რომ შეცვალა კითხვის ფორმულირება და მან კითხა იპოვა ამ საიტებზე და სერვერებზე ბაგები, ასეც მოხდა cloud-მა იპოვა დაახლოებით 20 ბაგი. ამ ბაგების გამოყენების მეშვეობით მან ქვეკითხვები დაუსვა და ამით შეძლო იდენტიფიცირება უფრო ზუსტად ამ ბაგების და ამ სუსტი მხარეების, რაც შემდეგ შეძლო და გამოიყენა ძალიან მარტივად და წამოიღო ეს ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში იყო გადასახადთა გადამხდელთა საკმაოდ დიდი მონაცემთა ბაზები, ასევე საჯარო მოხელეების, კრედენციალების სხვადასხვა პლატფორმებზე დაშვებებზე, რაც იძლეოდა საშუალებას ასევე რომ კიდევ მეტი ინფორმაცია წამოეღო